საღამოშვიდობისა დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა. ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს, რომელიც ფინანსურ მდგომარეობას სწავლობს. კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას სერიოზული დავალიანება აქვს UEFA-სთან და სხვადასხვა კონტრაქტორებთან. აღწერებამდე ერთი თვით ადრე კი გაურკვეველი და არამიზნობრივი კონტრაქტებიც არის გაფორმებული. ფედერაციის განცხადებით შეჩერებულია რუსთავის საფეხბურთო აკადემიის შენებლობა და ამის მიზეზი ასევე არსებული დავალიანება. მოლოდინი იმის, რომ სიტუაცია ძიმე იქნებოდა, ეს ჰქონდა თავისთავად და დაარწმუნდით კიდევაც შემოვიდა კერძო აუდიტი, რომელიც შეისწავლის როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს, თუნდაც ამ მშენებლობებთან მიმართებაში. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის ფინანსურათაც, ჩვენ რასაკვირველია სურათი უნდა გქონდეს სრული, თუ რა მდგომარეობა სად ვართ და რას ვიბარებთ ზოგადად და საიდან ვიწყებთ. ყველა ფედერაციის ხელმძღვანელი, საერთოდ ყველა სპორტული მოხელეც ანგარიშვალდებულია ხალხის მიმართ და აუცილებელია, რომ ციფრები დაიდოს და მაშინ საზოგადოებამ სუსტად განსაზღვროს და გამოთქვას თავის მოსაზრება ამა თუ იმ დანახაჯებთან დაკავშირებით.